სანამ შენამდე მოვალთ. ანუ სწორი ქმედება რა არის ჩვენი? როგორ მოვით? გასაგებია რომ გააჩნია რითი არის ეს დამწრობა და აი მოდი მივუყვეთ ნელ-ნელა და გითხარი რა შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ სანამ შენამდე მოვალთ. პირველივე რამოდენიმე წუთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად ჩატარებულ პირველ დახმარებას. ან ჩვენივე თავს ვეხმარებით, ან თქვათ ვინმეს ვეხმარებით. ეს არის აცილებად სწრაფად დამწვარებლებზე ტანსაცმლის გახდა. ძალიან ხშირად ყოფილა ესეთი სიტუაცია, რომ ისეთ ადგილას დამწვარან, რომ მორიდებიათ თქვათ ტანსაცმლის გახდა, იმიტომ რომ ხო, ხალხია და საზოგადოებაა. იმიტომ რომ თვითონ ეს ტანსაცმელი კიდევ უფრო ახურებს და გაგრილებას ხელს უშლის და კიდევ უფრო აღმოვებს თქვათ დამწვრობას. ხა ზუსტად ესეთი შედარება არ არის, მაგრამ აი გოჯს რო ფუფკავენ ხოლმე, ადუღებულ წყალს ასხავენ და თქვათ მარლას გადააფარებენ ხოლმე, რომ კარგად ჩაი აი ტანსაცმელს ეგ ეფექტი აქვს. დაახლოებით ესეთი ეფექტი. ანუ პირველივე რამდენიმე წელს აცილებად სწრაფად ტანსაცმლის გახდა. შემდეგ ასევე რამოდენიმე წუთის განმავლობაში მნიშვნელობა აქვს გამდინარე ცივი წყლის ქვეშ ყოფნას, იმიტომ რომ ტემპერატურის ზემოქმედება დაახლოებით 1 და 3 წუთამდე გრძელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია გამდინარე ცივი წყლის ქვეშ ეს განაცილება სწრაფად გაგრილდეს. ყოველ შემთხვევაში მე რო დავიწვა, იმ წელს პირველი რასაც ვაკეთებ ეს არის ტანსაცმლის გახდა და გამდინარე წყლის ქვეშ შეუშვირო დამწვარი ადგილი. ეს წყალი ცივი უნდა იყოს თუ ოთახის ტემპერატურა? ოთახის ტემპერატურა დაახლოებით ონკანის არ არის რეკომენდებული მაგალითად. არც გაყინული ძალიან გაყინული ან ყინულებს იდებენ და მაგრამ დაახლოებით 5 წუთის მერე უკვე აზრი აღარ აქვს ცივ წყალს. შემდეგ უკვე სახში თუ გვაქვს ანტიბაქტერიული მალამო, გადახვევა თუ კანის მთლიანობა დარღვეულია და ჯობია ექიმთან ვიზიტი.